სრულია სამყაროში, აი ეს სქესის სპეციფიკა და მთელი ჰარმონიზირება სამყაროსთან არის სწორედ აი ამ სქესის კანონებში ჰარმონიულად ყოფნა. რას ნიშნავს ამ ჰარმონიულად? ანუ რა ფუნქცია აქვს ფემინურ, ქალურ საწყის და რა ფუნქცია აქვს მამაკაცურ საწყის? ანუ მასკულინურ. მასკულინურ საწყის, კი ბატონო. სამყარო შეიქმნა თუ არა, იმითავითვე განისაზღვრა, რომ ცა არის მამრი და მიწა არის მდედრი. რომ გადავიტანოთ ენერგეტიკის დონეზე, იმიტომ რომ ამას პირდაპირ მივყავართ ქალურ ენერგიებამდე, ხო? მამაკაცის ელემენტი სამყაროსეული, ეს არის ცეცხლი და ჰაერი. ცეცხლი პასუხისმგებელია მართვაზე, ძალაუფლებაზე, აქტიობაზე, ექსპრესიულია, გამავრცელებელი, გარეგანი, ანუ აქტიური მოქმედება. იმპულსურიც ალბათ, ხო? კი ბატონო. და ჰაერის უკვე მანდ შემოდის ჰაერში არის უფრო მეტად თუ ცეცხლში არის უფრო მეტად. ეს კიდე სხვა თემა. ქალს რაც შეეხება, ქალი არის წყალი და მიწა, ერთსა და იმავე დროულად. ეს არის ორი მონაცემი ქალური. უფრო მეტად წყლის სტიქიისკენ არის თუ გათავისი მდგომარეობით, მოცემულობით თუ მიწის. ეს ერთი და იგივეა, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი სვანური ტერმინი დეცეშკი, რაც ნიშნავს მიწა წყალში. და თამსოფლიოში არის ეს არქეტიპი, ეს დაივარ, ასევე მიწის მყინთავი, სწორედ მიწიდან უნდა წყლიდან, წყლის სიღრმიდან უნდა ამოიტანონ ეს მიწა და ვედურ ბრაჰმანულ ლიტერატურაში პირდაპირ ეს არის დედამიწის ქალღმერთი. ეხლა ეს რას გვეუბნება? ეს იმას გვეუბნება, რომ ჩვენ თუ ვართ ქალი, ჩვენ უნდა ვიყოთ შესაბამის ენერგიაში. ხოდა შორის კიდევ ერთ დავამატებ, აღმოსავლურ კულტურაში არის ყველაზე უკეთესად გამოხატული ქალური ენერგია და ეს არის დამატებითი ელემენტი ხე, რომელიც აი ჩვენ თქვათ ინდოევროპულში არ გვაქვს ეს ელემენტი ხე, რომელიც არის ფესვებით გადგმული მიწაში. და კენწერო აქვს უკვე ზეცაში მიბჯენილი. ეხლა განვითარებითაც ქალი სხვა გზას გადის აბსოლუტურად, მამაკაცი სხვა გზას გადის. ის რომ ქალი არის მიწა და წყალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალური ენერგია პასუხისმგებელია მატერიაზე, დოულადზე, ნაყოფიერებაზე, ყოველგვარ სიუხვეზე, რაც კი სამყაროშია. პასიურია ქალის ენერგია, მამაკაცის აქტიურია. ეხლა წარმოიდგინეთ პლუს მინუსი, ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკის კანონი, ხო? და თუ ქალი ცდილობს რომ იყოს აქტიური, ის უკვე გადადის მასკულანურ, ანუ მამაკაცურ ენერგიაში და როცა ჩვენ გვინდა მამაკაცთან ურთიერთობა და ის არის მასკულანური, წარმოიშვება კონფლიქტი, ხო? პლუს ორი პლუსი გამოდის. რა თქმა უნდა და თავისთავად ცხადია, რომ იქ ვერ შედგება ყველანაირი სრულფასოვანი კავშირი. შეიძლება ჩაგეკითხოთ. აი, რას გულისხმობთ აქტიურ ენერგიაში? ანუ ქალის სიძლიერე გარედან არ გამოიხატება. ეხლა რა არის ქალის პასიური ძალა? ეს არის ენერგია თავიდან ბოლომდე. ეს არის შინაგანი ძალა. ხშირად ქალებს შუა საუკუნეებში იმიტომაც წვავდნენ კოცონზე, რომ ეს იყო რაღაცა დაუმარცხებელი ენერგია, უდიდესი, ხთონური, სპირიტუალური, მატერიის, დედამიწის ბირთვისეული ძალა, წყლის ძალაც იმავდროულად, ქაოსური ძალაც, ანუ პირველ მატერია. მამაკაცის ენერგია არის აბსოლუტუმის ენერგია, ანუ non-being, სიცარიელე რაც არის, სავსე სისავსე, სიცარიელი სისავსე. ქალი არის პირიქით მატერიაში გამოვლენილი. ეხლა ეს პასიური ენერგია რას ნიშნავს? იმას კი არ ნიშნავს, რომ ის პასიურია, ის იმას ნიშნავს, რომ ის ზემოქმედებს უხილავად. ქალის ზემოქმედება იმაზე 1000 გზის ძლიერია, ვიდრე საერთოდ წარმოუდგენია ვინმეს. ეს არის აი რაღაც ცოტა სხვა ტერმინი რო გამოვიყენო, მაგიური ძალა, მაგიური ზემოქმედება. არ ჩანს ეს ზემოქმედება და მამაკაცის ყველაფერი ჩანს ქმედებაში. ამიტომ ქალი უმჯობესია, უფრო რესურსულია, თუ როცა რესურსულია, როცა ის გაჩერებულია და ის აი ამ დუმილით
თავისი შინაგანი ქალური სიბრძნით, ოღონდ ამ განვითარების ამ მდგომარეობაში უნდა შევიდეს, მას შეუძლია მართოს საერთოდ ქალს ორი მდგომარეობა აქვს თქო ვახსენე, ხო? ანუ მატერია, მიწის ენერგია და მეორე წყლის ენერგია. თუ ქალი უფრო მეტად წყლის ენერგიისკენ, მაშინ უფრო სულიერი განვითარებისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ ქალი თუ უფრო მიწისკენ არის მატერიისკენ, მაშინ ის უფრო მეტად მომხვეჭელი და მატერიალისტია. კი, ამიტომ აი მან არის ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაჭერა და ხშირად ქალი, ოდესაც აი ეს ნაწილი აქვს უფრო აქტივირებული, დამაზიანებელია მამაკაცისთვის და ის მამაკაც უბიძგებს სიხარბისკენ. აი ხშირად ცოლი ასრულებს ძალიან დიდ უარყოფით ფუნქციას მამაკაცის განვითარებაში სხვა არასწორი მიმართულებით მიყავს და აქ შემოდის ძალიან კაი ზღაპარია მებადურის ოქროსთევს რო პოულობს, ხო? და სახლში ყავს ხარბი ცოლი და ნუ აი ვერ კმაყოფილდება და საბოლოო ჯამში მაინც ნულზე აღმოჩნდებიან, ხო? აი ეს ხარბი ქალი არის ისა ზუსტად ეგ არის, როდესაც ქალი გადახრილია უკვე არასწორად არის განვითარებული ჭარბი ენერგიის პოტენციალშია უკვე ეს მატერიის, ხო? ხო, ვერ დაკმაყოფილდებით ან მატერიალური თუ სულიერი არ გაქვს დაკმაყოფილებული, მატერიალურით ვერანაირად ვერ შეივსები, სულ ალბათ არ იქნება საკმარისი. ხო, აი ეს თევზი არის ეგ სულიერი ზუსტად მაგ ნაწილში წყლის ნაწილით ქალმა უნდა დააბალანსოს თავისი მატერიის ენერგია, მაგრამ ის აუცილებელია. მატერია. რა თქმა უნდა. ქალი იბადება კოსმიური დედის ენერგიით. სამყაროში შემოდის კოსმიური დედის ენერგიით. ეს არის იგივე კოსმიური ქალღმერთი. ქალი ერთსა და იმავე დროს მამაკაცისთვის ენერგეტიკულად ეხლა ბუკვალურად არ გავიგოთ. და რაღაცა არ გამოიწვიოს ამან ფსიქოლოგიური ჭრილიდან გაუგებრობა. ქალი მამაკაცისთვის არის კოსმიური დედაც, კოსმიური ცოლიც, კოსმიური დაც, კოსმიური შვილიც და ერთდროულად ურთავს ყველა პროგრამას მამაკაცს. მეორეს მხრივ მამაკაცი ქალისთვის შემოდის სამყაროში როგორც აბსოლუტუმის ენერგია. მე მამაკაცში ვეძებ ამ ენერგიას, აბსოლუტუმის ენერგიას ვეძებ და ქალი ყოველთვის უნდა იცოდოს, რომ მამაკაცში გააღვიდოს ეს აბსოლუტუმის ენერგია. აბსოლუტუმის ენერგია უფრო გასაგებად როა. ეს არის შემოქმედებითი ენერგია, ქმნადობის ენერგია, მამაკაცი რო იყოს აბსოლუტურად რესურსული თავის აქტიურობაში, ლიდერობაში, ქმედითუნარიანობაში. აი ამ ქალის მიერ დანახული უნდა იყოს და გაღვიძებული ეს ენერგია. მამაკაც ამას უღვიძებს დედა დასაწყისში და მერე უვითარებს თავისი პარტნიორები და მერე მეუღლე